და ეს არის ჩვენი ბოლო ვარჯიში ამ ჯიმში და ვაფშე ამ ქვეყანაში გვაიძულებენ ჯიმი შევცვალოთ. ესპანეთში აღარ ვიქნებით. ეხლა აქ ვართ უკვე, ანუ 95 კილო ავწიე პირველი უკვე, ანუ პირველი სინგელი ასე ვთქვათ. ეს გვაქვს დაპროგრამებული ბლოკი ასე ვთქვათ, ანუ 6 ერთი ბლოკი გვაქვს 6-დან 6 სერია თითო რეპეტიცია რილორით და მე გვაქვს მეორე ბლოკი არის რილ 3-ით, 3 სერია ბაკოფი გვაქვს 3 სერია 3.5 რეპეტიციით რილ 3-ით და მე გადავდივართ აქსესუარებზე, ანუ მკერდით და მხარით ასე ვთქვათ, რომ ანუ გავაძლიეროთ. დღეს ახლა რაც გვაქვს, ადრე ავწიეთ 100 რაღაც 100 უნდა ვნახოთ ახლა ცხრილში 102 ავწიეთ ვარცევით 103 აღარ მახსოვს რილ 0-ით, ანუ რილ 0-ს აღარ გავაკეთებთ. ჩვენი მიზანი არის გავაკეთოთ რილ 2-ით ან რილ 1-ით მაქსიმუმ ყოველთვის და რილ 1-ით და აბა სადამდე გავქაჩავთ დღეს, ანუ დღეს კარგად ვარ, კომფორტულად ვარ, სიმართლე გითხრათ, ცოტა ენერგია მაქვს, ენერგიაზე ვარ, იმედია შევინარჩუნებ და რამდენი სადამდე ავართ. ეხლა ვაქვს 96 კილო, 96 ნახევარი პროსტორად და ეს არის სინგელ 2, ასე ვთქვათ. დააკომენტარეთ თუ იცით რას ნიშნავს სინგელები, ანუ ბლოკეები, ან თქვენ როგორ ვარჯიშობთ. დავიწყეთ სერიოზული ვარჯიში. Hemos enfriado. Hostia, casi me falta hacer otra aproximación, pero bueno, voy a calentar un poco otra vez y empezamos, de verdad. Ზეგან ავწევთ 97 ნახევარი, არა 96-ით, ვარცხილდები. ახლა ეს არის მესამე სინგელი და ერთდროულად დავამატეთ. ახლა წესით გვაქვს 98 კილო ნახევარი. ამის მერე გვაქვს ბაკოფი გვაქვს 3 სერია. იქავ ჩამნი წორ მაქსიმუმ მე გადავხედავ ჩემს ხრილს, ასე თქვა, აპლიკაციებში ტელეფონში მაქვს რამდენი ნავწიო და რამდენი სერია მაქვს გასაკეთებელი. თუნდაც ახლა გავაკეთებ მე როგორ ძალიან დამიგვიან და ბაკოფზე ამიებზე, ანუ ბლოკებზე, ამ ბლოკზე სინგელი 6, ანუ ამას ვაკეთებ, ძალიან მეგვიანდება ხოლმე, ასე თქვა. $90 კილო მქონდა წინაზე წეული 4 რეპეტიციით, რილ 2-ით და ეხლა 91 კილო დავდე, ნახევარ კილო მომატე. და 4 რეპეტიციაზე კეთდა რილ 2-ით, იგივე, თუ რილ 2-ით ვერ გავაკეთებ, ისევ და ანუ წონას დავუკლებ, მაგრამ იმედია გავაკეთებ.
Usted no sé cuánto lo he hecho. Tengo que mirar, no sé si he hecho 5, creo que he contado 5. Y hostia, si he hecho 5 bien. Pero bueno, vamos a ver cuánto hemos hecho. Ეხლა გვაქვს ანუ განტელები წამოვიდა კითხარის. კითხარისა ძალიან ბევრი ხალხი არის და ანუ 15 კილო ნამეწია. ეხლა ავიღებ 17 კილო ნახევარი, იმიტომ რომ 15 კილოვანი დაკავებული არის და ეხლა გვაქვს მხარი გვაქვს 7-დან 10 გამეორებით 3 სერია. ანუ 2 სერია ბოდიშით, 2 სერიის მერე გვაქვს კიდე ნახევარი მისვლები, ანუ ნახევარი ეს რომ მივიდივარ. ყველა და მერე გვაქვს მკერდი. ბევრს ვერ ახსნე ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი არის იქით და ანუ არ ვასევათ ხოლმე რომ ვიღებ ხოლმე რა. და ანუ ეხლა აქ გიხსნით, მე რო წავალ მე გზა შეგიხსნით სენსაციებს და რა ანუ რა როგორ შეგძინება გქონდა თუ რამე გავამოჯობესეთ აგიხსნით ყველაფერს. მე ბოლოს ჯიმინდა რო წავალთ. ეხლა გვაქვს 2 სერია. მოგონი თქვი, დავიწყებ აღარ ვიკამათებ, აღარც გავაკეთებ. თუ შემეძლება დაგიკომენტარებთ რამე იქით ვარჯიშებზე. და თუ არა და ანუ მე აგიხსნით ყველაფერს. და აგიხსნით ბოლოს რატომ ვაკეთებ ჯერ მხარს, მერე მკერდს. მხარს, მკერდს და არ ვაკეთებ ჯერ მკერდს და მერე მხარს. მაგას აგიხსნით ვიდეოს ვიდარჩით ბოლოში და დავიწყებ რა ბევრს ლაპარაკობ უკვე.
მოჩი თქვი გამოვედით ჩიმიდან. დღეს გაიღე ქონა, გავამოჯობესეთ. ბენჩპრესი, ვერ გავამოჯობეს, უბრალოდ უფრო ადვილად გავწიეთ ის წონა. 102 კილო სიმართლე გითხრათ და მაგით კმაყოფილი ვარ. მე რაც იყო მე ტოპსეტი კი არა ბაკოფი 1 კილო მოვუმატეთ. ცოტა პატარა პროგრესი ქონდა მანაც 91 კილოთი ავწიეთ 4 რეპეტიცია თუ არ ვწდები. კი, რილ 2-ით, რილ 1-ით უფრო სწორად, რილ 3 არ იყო. მე დანარჩენ მაგალითებზე, რაც არის მხარი არ გავიმჯობესებია დღეს, მხარი არ გავამჯობესეთ. ბენჩპრესი განტელებით გავამჯობესეთ. პირველი ქონდა ტოპსეტი, ადვილად ავწიეთ, ასე ვთქვათ, 7 რეპეტიცია, მე ქონდა ბაკოფი, 1 სერია. იქ 1 რეპეტიცია მომატეთ 90 კილოთი, თითო განტელი, თითო გირი, ასე ვთქვათ. და მე მხარი ისე ქონა, გადაჯვარდენებული მხარი, მე ქონა ისე მკერდივისა კაბელზე ზევიდან ქვევით, მე ქვევიდან ზევით იგივე არ გავამჯობესეთ, მან უკვე დიდი ხანია ვამჯობესებთ და ეხლა სავარაუდოდ გავჩერდით. და სადაც გავამჯობესეთ, ძალიან ეს იყოს ბენჩპრესი, ინკლინაცია 60 გრადუსით. მან ტოპსეტი იგივე გავაკეთეთ, მაგრამ ბაკოფით 2 რეპეტიცია გავამჯობესეთ. და კმაყოფილი ვარ სიმართლე გითხრათ, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ არა უშავს. ახლა მივალ. ვიდეოს ედიტაცია უნდა გავაკეთო ზველის, რომ დავდო დღეს რაღაც პრობლემა მქონდა მაღაზიაზე და ცოტა დამიგვიანდა. და ეს არის ჩვენი ამ ბოლო ვარჯიში, ამ ჯიმში და ვაფშე ამ ქვეყანაში, იქით კვირას, ასე ვთქვათ, მეორე ვარჯიშზე რო დავდებ, ან გადავიღებ ბოლო საქს, ან კიდევ სხვაგან გადავიღებ. ანუ ჯიმი უნდა მოძებნო სიმართლე გითხრათ. არ ვიცი სად წავალ და როგორ წავალ, გვაიძოლებენ ჯიმი შევცვალოთ და ვნახოთ რა იქნება. დარჩით გამოიწერეთ გვერდი, ესპანეთში აღარ ვიქნებით. სად ვიქნებით? დააკომენტარეთ, სად მივდივართ, თუ წარმოგიდგენიათ. იმედია, მე მგონი კი ბოლო მეორე ვარჯიშიც იმედია შეგავაგებ ვარჯიშება, არ ვიცი, ჯერ დაზუსტებით არ ვიცი. თუ მქონდა რეკუპერაცია მოვასწარი, სამშაბათს ვარ აქ და უკვე 4 შაბათს აღარ ვიქნები და მაგიტომ თუ სამშაბათამდე მოვასწარი კიდე ვარჯიში, გეტყვით სად მივდივარ. თუ არა და უკვე სადაც ვიქნები იქ გადავიღებ.